გავიწყოთ? საღამოშიდობისა თამუნა. როგორ ახარ? კარგაში? კარგად. მადლობა. ძალიან ხარ ესეთად რო ვარ. ხო, მეც და იცი რაღაცა ვიფიქრე როგორ შეიძლება დავიწყო შენთან ინტერვიუ, მაგრამ ვერ ავწდებოდი იმ დროს, როცა მე და შენ ერთმანეთი გავიცანით და მინდა რომ აქედან დავიწყოთ საუბარი. იმიტომ რომ თამუნა მუსერიძეს მე ვიცნობ 16 წლიდან, მაშინ როდესაც ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიის რაღაც პატარა ნაწილები ხდებოდით, კი. მე-6 კორპუსი. და ერთი კონკრეტული საგანი თუ გახსოვს, სადაც მე და შენ მიმაიმონეთ. რომელი საგანი იყო? ეს იყო ალბათ დალი ჩიკვილაძე ღმერთმა აცხონოს და მადლობა მას, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რამ ჟურნალისტიკის სირთულების შესახებ მან გვასწავლა, იყო მისი საგანი. და ჩვენ მოვიტყუეთ ვითომ დავქორწინდით და ამიტომ არ დავდიოდით მის გაკვეთილზე, მის ლექციაზე და გვაპატია და დაგვიწერა ნიშნები. ეს ხოჩერს ერთი ქულა მაგის გამო მოგვიმატა და დალის რომ ხუთიანები დაეწერა, ეგეთი მარტივი არ იყო. ესე იყო ეს აბავი. ჟურნალისტიკიდან რატომ მინდა იცი დავიწყო? სინამდვილეში შენ 1-2 სიტყვით რომ შევაფასოთ, ცხოვრების გამოძიება ჩაატარე, რთულია გამოიძიო ცხოვრება. შენი და შენს მიღმაც ძალიან ბევრი ადამიანის. და მოდი ამას შევხედოთ არა როგორც შენი პირადი ძალიან მძიმე 8 წელიწადი და ალბათ მთელი ცხოვრებაც სამომავლოდ რთულია ხო რაღაცები რაც არ უნდა ფინალში გახვიდე ხინჯები მოიშორო. თამუნას პროფესია დაეხმარა იმაში რომ აი ამ ძალიან ძლიერ და დიდ საქმეს შეჭიდებოდა ესე. პროფესია დამეხმარა იმაში რომ ეს ინფორმაცია გავრცელებულიყო და იმაში რომ ჩემ შესახებ გაიგოთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. იმიტომ რომ სწორედ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე წამოვიდა ინტერესი ჯერ ქართული ჟურნალისტების მხრიდან. და გამომდინარე იქიდან რომ ცოტა გაპაფსავებული იყო ეს ჩემი გაშვილების ამბავი, იმიტომ რომ უკვე ცოტა გადავობით ყვებოდი ყველა გადაცემაში და ყველა ტელევიზიაში ვიყავი ამ თემით. ამიტომაც მოხდა მე სხვა ტელევიზიების და სხვა ქვეყნების დაინტერესება, რომ რა ხდება, ვინ არის ეს გოგო. ყველგან ატოლანის რატო ყვება ამ თემებს. როცა მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება იყო. არა ის, რომ თამუნა ეძებდა საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებს, არამედ აი რაღაცა გააზრება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიების სათავეში იდექ, იმიტომ რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა მე ძალიან მიყვარს და მაგრამ ხო, ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, ხო, თავიდან ბოლომდე. ხო, და მე არ მქონია შეხება, იმიტომ რომ მე უფრო აქეთ ხელოვნების სფეროსკენ ვიყავი და მიმყავდა დილის გადაცემა, ცოტა ისეთი უფრო ლაითი, ასე ვთქვათ, თემები. მე საგამოძიებო ჟურნალისტიკას არ შევხები ვარ არასდროს და უცებ ანუ კი არ შევეხე, ეპიცენტრში აღმოჩნდი ამ ყველაფრის და ჩემი დახმარებით და ჩემი ჯგუფის გოგოების დახმარებით მოხდა ისეთი რაღაცის გამოძიება, რასაც ვერაზოს ვერ წარმოვიდგენით, შემენდაუნებურად მოხდა ამ ყველაფრის გამოძიება. გულისხმობ, რომ გაიხსნა სქემა, თუ როგორ ხდებოდა ბავშვების მოპარო სხვადასხვა სამშობიაროებიდან და ამ ბავშვების საქართველოს ფარგლებს გაშვილება. ეს მიგნებები რაღაცა ემოციურად რას ნიშნავდა, რომ აი პატარ-პატარა გამარჯვებები და იმისი გააზრება თუ რამხელა საქმე, ასე ვთქვათ, ხელში ჩაიგდე. თან ჩაიგდე ისე რომ მიდიხარ ისე რომ რაღაც უფრო და უფრო მეტი აფეთქებები გელის წინ. აი ეს როგორია? ეს გამარჯვებები, ასე ვთქვათ, საქმის გახსნები მოხდა ეტაპობრივად, ანუ ერთიანად არ მომხდარა ეს საქმის გახსნა, იმიტომ რომ ჯერ გავიგეთ, რომ ბავშვები გაშვილდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კონკრეტულად კანადაში და ამერიკაში, აი ეს გავიგეთ, იმიტომ რომ ეს ბავშვები დაგვიკავშირდნენ ჩვენ. მერე უკვე გავიგეთ, რომ ეს ბავშვები აქ უმეტესობა კახეთში იყო გაფორმებული და დავიწყეთ კახეთის გურჯაანის სამშობლოში სიარული, რომელიც ახლა აღარ არსებობს, მაგრამ მის თანამშრომლები ისევ მუშაობენ გურჯაანის სხვა სამშობიაროში. მერე იქ რომ დავიწყეთ სიარული, მერე დავიწყეთ მოკითხვა, როგორ რა ხდება. იმიტომ რომ ეს ბავშვები რო იტესტებოდნენ და რო იტესტებოდნენ ნაპოვნი სავარაუდო ბიოლოგიური დედები, არც ერთი და მაგათი დედა არ აღმოჩნდა და გაირკვა, რომ რეალურად ის საბუთები, რითიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იყვნენ გაყვანილები, იყო ყალბი. ამას მოყვა ის, რომ მერე გამოჩნდა სხვა საბუთების, ნოტარიუსის საბუთები, მოსამართლის საბუთები, იურისტის საბუთები, თარჯიმას, ანუ ნელ-ნელა უცებ ისე ფართოვდება ეს ხალხის რაოდენობა და თან აქ უბრალო ხალხზე ხო არ არის საუბარი, აქ ისეთ ხალხზე საუბარი,
რომლის სახელების და გვარებს ხომ ახლა ვერ ვამბობთ. დღესაც ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ რაღაც ცოტა მაინც შიში გვაქვს გარკვეულწილად. და იმიტომ რომ ამ ადამიანებს ისევ აქვთ გავლენა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და გარდა ამისა, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომაწერინა ხელი გაუთქმელობას. და ამიტომ. და როდესაც უკვე მე დამიბარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რაღაც ძალიან ახმაურდი და რა ხდებაო, მე ეს ბავშვები მივიყვანე. ანუ მივიყვანე კვიპროსზე გაყიდული ბიჭი, მივიყვანე კანადაში გაშულებული ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ვიცი რა დაადგინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვა რომ დავიწყეთ გამოძიება. თუმცა გამოსაძიებელი არაფერი არ იყო. ანუ უკვე ყველაფერი გამოძიებული იყო. ჩვენ მქონდა პირველი პირის დოკუმენტები, სადაც ეწერა ყველა სახელები და გვარები, მქონდა ფოტოები, საიდანაც მოხდა ამ ბავშვების გაშულება. ანუ ამ ფოტოებში ჩანდა სასტუმროები, ჩანდა ის ადამიანები, რომლებიც ყიდნენ ამ ბავშვებს. ერთადერთი რაც იყო გამოსაძიებელი, იყო ამ ბავშვების ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული. ან არის გამოძიებული და არ გვეუბნებიან. ყოველ შემთხვევაში ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს და გვეუბნებიან რომ ისე ვიციებთ. აი ესე ნელ-ნელა ეტაპობრივად რომ გასკდა ეს სქემა და რომ დავიწყეთ ამაზე საუბარი და უკვე რომ ჩაერთო სხვა ქვეყნის ტელევიზიებიც მათ მიხვდი რომ რაღაცა დიდი ამბავი გავხსენე. ხო, აი როდესაც სხვა ტელევიზიები ჩაერთნენ, ეს არ არის აი მოვალთ იქამდე რომ HBO-მ თქვენი ფილმი უჩვენა, მაგაზე მინდა როცლად ვისაუბროთ. თუმცა აი უცხოური მედიის ჩარევის შემდეგ ცხადია მასშტაბი გავიდა ქვეყნიდან, აქ თუ შეიცვალა რამე ქართულ გამოძიებაში. აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც უცხოური მედია შემოდის და გარეთ გააქვს ამბავი, ეს ხო უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს მაგალითად უწყებას. მე როგორც ვიცი, უცხოური, რასაც მეუბნებიან და არ მგონია რომ მატყუებდეს რომელიმე ჟურნალისტი, ისინი წერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვებს, უგზავნიან და შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არცემს. არ არის გასაკვირი. ხო, აი იმათ უკვირთ. იმიტომ რომ ახლა ეს ხო, ჩვენთვის არ არის გასაკვირი, მაგრამ ისინი გაუგნებულები არიან რომ რატომ არ გპასუხობენ? ანუ რა ხდება? და იმათ კი არა თვითონ ვის საქმესაც იძიებენ, იმათაც არ პასუხობენ და იმათაც არ ეუბნებიან რა ხდება. ჩვენ იყავი წინა საპრემიერო ჩვენებაზეც, როცა ფილმი მომზადდა, მე არ მინახავს, ნახე ფრაგმენტები უშუალოდ. არა, ნახე რაღაც ნაწილი, მაგრამ ვემზადებ, იმიტომ რაღაც ემოციურ ამბებს მიუხედავად იმისა, რომ ხო, რაღაცა ასაკით შემომეპარა, ბერძანერვიულა და მართლა გულწრფელად რაღაც ჟანრიც კი შევცვალე ფილმების, მძიმე ფილმებს აღარ უყურებ და წიგნებსაც მძიმე ჟანრს აღარ ვკითხულობ. მაგრამ მომემზადებ, იმიტომ რაღაცა ემოციური მაც მაქვს შენს ამბავთან, არ ვარ ხო გარე ადამიანი და ბევრი წელი გულშემატკივრობდი და როცა ვნახე შენი და მამას შეხვედრა, მთელი სამი დღე ძალიან ისეთ ემოციებში ვიყავი. შესაბამისად, აუცილებლად ვუყურებ, მაგრამ შენ ნახე ეს ფილმი და ფილმი ძალიან შორს მიფრინავს იმ რეიტინგებში, რა რეიტინგსაც უნდა ფილმი იძლეოდეს. ამ ფილმის შემდეგ თამუნა როგორია? როგორ შეხედე შენ ამ ფილმს და უფრო მეტი გითხარი რა წამოიღე იქედან და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს, აი ისევ ქართულ გამოძიებასთან დავბრუნდეთ, აი ამ მნიშვნელოვანი ფილმის შემდეგ მაინც შეიძლება რაღაც გარდატეხა მოხდეს? გარდატეხის მოხდა და რომ დომოდათ ალბათ აქამდე გადაგტეხავდნენ, ან გადატყებოდნენ, ან გადატეხავდნენ ამ საქმეებს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით სიახლე არ არის. რაც შეეხება ამ ფილმის მერე, თუ ვინმეს გონია რომ ამ ფილმის მერე მე გაბწყნებული დავბრუნდი და ძალიან ესე ამაყივარ, არ არის, იმიტომ რომ ცოტა მეშინია ამ ფილმის მერე. იმიტომ რომ თავიდან იყო ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ფილმზე. და როგორც კი ტრეილერი დადო HBO-მ, იქ იწერებოდა ისეთი კომენტარები, რომ ხვენოდა რომ ქართველები ამ კომენტარებს წერდნენ, რომ აი მოღალატე, რომ ქართული შავი ლაქა გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ. რეალურად ჩვენ თუ პრობლემაზე არ ვისაუბრებთ, ეს პრობლემა ხო არ მოგვარდება და საქართველოში საუბრით ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა და იქნებ მოხდეს ისე რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც თუ ვისაუბრებთ და ეს ბავშვები რომლებიც გაყიდეს გოჭებივი საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ დაიწყებენ მშობლების ზებნას და თუ გაიგებენ ერთხელ და სამუდამოდ რომ ისინი არ არიან მშობლების მხრიდან გაყიდულები, ისინი დაგვეხმარებიან უფრო მეტად სქემის გახსნაში, იმიტომ რომ იმათ ყველანაირი საბუთი აქვთ. ნუ გამართლე გაყალბებული, მაგრამ იქ ხო წერია სახელები და გვარები და რაც უფრო მეტი ესეთი საბუთი გვექნება, ხო უფრო მეტად ავხმაურდები და უფრო მეტად ვიტყვით, რომ აი ერთი ვერ გაიხსნა, ორი ვერ გაიხსნა, 100, 200, რამდენი შეიძლება რომ რამდენი საქმე შეიძლება რომ ვერ გაიხსნას.
მე ვერც კი წარმომიდგენია რომ მან რომ მოხდები რა ემოციურად როგორი შეიძლება ვერც მე ვერ წარმომიდგენია იმიტომ მაგრამ მოხდა ასე მოხდა ხო და იცი რა არის ვიყავი ძალიან დაბნეული რა ზოგადად დაბნეული ადამიანი არ ვარ და თავის ხელში აყვარა ძალიან მარტივად შემიძლია და არ ვარ რაღაც გაფანტული ადამიანი და პირიქით მობილიზებული ტიპი ვარ მაგრამ ნუ ფილმი ჯერ ვნახეთ საქართველოში ისინი ჩამოფრინდნენ ჩამოვიტანეს ლეპტოპი და იქ გვაყურებინეს ანუ ლინკი არ გამოგვიგზავნეს არც ფილმი არ გამოგვიგზავნეს და გვაყურებინეს მე რომ იქ რომ ჩავფრინდით ჩვენ გვითხრას რომ არ იქნება იქ წითელი ხალიჩა უბრალოდ მივად ფილმს ვნახავ და წამოვარ თურმე რა წითელი ხალიჩა არ იქნება კი არა რაც კი არ მედი არსებობს ყველა აშუქებს და ესე რომ შემაგდეს იმ ხალიჩაზე არ ვიცოდი რა უნდა მეკნა და იქ ერთი ის არის აი ესე ვისმენთ და ხელებს უჭერდა ნუ ჩანს კიდევაც იქ ვიდეო მაქვს ამის რომ იმდენად გაოგნებული ვარ რომ ამ ხელა ყურადღებას არ ველოდებოდი მართლა და ეს ყურადღება სად დამეტია აღარ ვიცოდი და როგორ უნდა მოქცეულიყავი და დავდიოდი ესე წინ და უკან მერე უკვე იქ ხო ქართველებიც მოვიდნენ ფილმის ჩვენებაზე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა იმიგრანტების მხარდაჭერა იყო აი არ ვიცი თან იმათ ხო ყველა უცხოელებს უფრო მეტად ესმოდათ ფილმში რაც ხდებოდა, იმიტომ რომ მათთვის უფრო ახლო და რომ ხედავდი რომ ისინი ტიროდნენ და მე ვტიროდი და ესენი ტიროდა, ყველა ტიროდა და საოცარი ემოციები მქონდა. აი საოცარი. მერე ფილმი რომ დამთავრდა სცენაზე რომ ავედით უკვე კითხვა პასუხი იყო და ყველა თამუნა და იქაც ნუ ისეთი კითხვები დამისვეს რომ ცოტა არ ველოდებოდი და რაღაცა ისეთ უხერხემლო მდგომარეობაშიც ვიყავი ჯერ და ჩვენო ვიცით აი ანუ არ გვინდა ამას ლაპარაკი რა ცოტა ისეთი მძიმე კითხვები იყო რაი თუ არ გვინდა არ ვისაუბროთ ორგანოებზე ვაჭრობაზე იყო კითხვები ყველაზე მეტად აი უხერხემლო მდგომარეობაში ჩამოგდო იყო ის რომ ამდენი ბავშვი რომ არის გაყიდული და რეალურად ესეთები რომ ვერ პოულობენ ამ ბავშვებსო რა გარანტია გაქვთ იმისი რომ ეს ბავშვები ორგანოებად არ იყიდებოდნენ და მივხვდი რომ რაღაცა ბეწვის ხეზე გავდივარ იმიტომ რომ დაზუსტებით ვიცით რომ ეს ბავშვები გაშულებულები არიან მაგრამ ამავდროულად ბავშვებს ვერ პოულობ, თუმცა რაც შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ, არის ის რომ ზუსტად ვიცით რომ ორგანოებად გაყიდულები არ არიან ბავშვები. და ნუ იქ არა მარტო მე, არამედ გამომძიებლებმაც რომლებიც ამ ფილმს იღებდნენ, იმათაც აუხსნეს უფრო დეტალურად რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და მეორე კითხვა იყო რამაც აგრეთვე ხერხმ მდგომარეობაში ჩამოგდო, შენი პირადი ამბის ჩვენებაო, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნდაო რა. რატო დათანხმდი ამასო და ნუ იქ აუხსენი რომ ჩემი პირადი ამბით იმდენად იყო ქართული საზოგადოება დაინტერესებული და იმდენად მეხმარებოდა ყველა ქართველი სადაც არ უნდა ჩასულიყავი ნებისმიერ სოფელში ყველა გენეტიკურ ანალიზზე უარს არავინ ამეუბნებოდა ყველა დნმ-ს იკეთებდა და ნახევარი სამეგრელო გავწესდა და მართლა ძალიან მეხმარებოდნენ და მე რო ჩემი ამბავი დამემალა და რომ ეს ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით ეს რაღაც ძალიან ადამიანური მომენტია როდესაც ხედავენ რომ შენ თავად ხდები ამ ყველაფრის მონაწილე და ძალიან ნატურალური და ანუ შენ ეძებ და ამბობ სიმართლეს სხვასაც უხსნი გზას რომ შენამდე მარტივად მოვიდეს ეს ლოგიკური არ ვიცი კითხვა რატო დასვეს მაგრამ იმიტომ რომ ეს ალბათ ამ მაგ ფილმისაც და ყველა დანარჩენი სხვადასხვა გამოძიების მთავარი ემოციური ხერხემალია შენი ამბით ხო ასე არ ვიცი რადგან ჩემი ამბავი იყო გაშხერებული ამიტომაც მიეცა ბევრ გაშვილებულ ბავშვს ამაზე საუბრის უფრო გაუმარტივდა ამაზე საუბარი და უფრო გაუმარტივდა ბიოლოგიური ოჯახის მოძიება იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყებთ ამაზე საუბარი მე არავინ არ მყავდა მსგავსი ისტორიით, ვისაც გაუზიარებდი ჩემ ამბავს და გულს გადაუშვი და მოუყვებოდი კი ქმარს უყვები და ქალებს უყვები, მაგრამ ისინი ვერ აღიქვამენ ისე რა, ანუ არ იციან იმ დროს რაც გადიხარ და ამ ბავშვებმა რომ იციან რომ მე ეს გზა გავიარე, უფრო უმარტივდება იმიტომ რომ უხსნი რომ იცი რა არა უშავს. შენ ახსენე სიტყვა რომ ოდესაც ეს ფილმი ნახე თითქოს უფრო მეტად გაგიჩნდა შიში. იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე ამბავია, უდიდესი დანაშაულია, რომელიც არ ვიცი კატასტროფულად დიდ ტკივილს ატარებს ხო თან და ნუ ის ადამიანები ვინც ამ დიდ სქემაში იყვნენ ჩართული ეს არ არის მხოლოდ ექიმი არის რა ვიცი ნოტარიუსი საბუთების გამყალბებელი თუ ამ შემდეგ ძალიან ბევრი ვინმე ახლა მათთვის ახლაც არა დიდი ხანი მაგრამ ახლა განსაკუთრებით არ ხარ სასურველი ხო ალბათ ეს არის მთავარი მომენტი და ამ დროს გძნობ რაღაცნაირ დაუცველობას როცა ვსაუბრობთ რომ ამდენი წელია საქმე დევს და ნუ ლოგიკურია შენ ძალიან ისეთი არა სამართლებრივ საკითხებში გარკვეულმა ადამიანმა გამოიძია ამბავი და ნუ გამომძიებელს უფრო მეტი უნარი აქვს რომ საქმე გამოიძიოს, მაგრამ ეს სადღაც ესე გაჩერებულია. ეს დაუცველობის განცდას ხომ არ აჩენს, არ ვიცი. იცი რა არის მე ამ შემთხვევაში შიშის მომენტი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს
საქმე არის უკვე დაძრული. ეს მოძრაობა, ასე ვთქვათ, უკვე დაძრულია და მე რაც არ უნდა დამემართოს, ეს დედები მაინც არ გაჩერდებიან, ხო, რეალურად მაინც გააგრძელებენ შვილების ძიებას და ადრე თუ გვიან მე თუ არა სხვა ვიღაც გამოჩნდება, ვინც ამას გახსნის და ვინც გაიგებს რეალურად ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვების გაყიდვაში იყვნენ თავარი ფიგურები. ამიტომაც შიშის მომენტი არ მაქვს. უბრალოდ ცოტა ნერვიულობ რა. მაინც ნერვიულობ, რომ რამე თავში არ დაარტყავს. რამე არ მოეჩვენოთ და ამიტომაც ნერვიულობ. ეხლა როგორ არის ახლა რა ურთიერთობაში ხარ უცხოურ მედიასთან და ფილმი მოხსნა ყოველ შემთხვევაში ამ ძალიან მოკლე დროში რაც გამოვიდა ყველა რეიტინგი ხო რეკორდი ასე ვთქვათ და რა ურთიერთობაში ხარ უცხოურ მედიასთან ვიცი რომ ძალიან ბევრი ინტერვიუა ამ ინტერვიუს მიღმა უკვე ყოველდღიურად მაქვს ინტერვიუები ახლა ხუჩაბას და პარასკევს მაქვს 2 ინტერვიუ ანუ ზოგადად უცხოურ მედიასთან უფრო კონტაქტობ ვიდრე ქართულთან იმიტომ რომ ისინი რადგან უფრო არიან დაინტერესებულები არის რაღაც მოლაპარაკებები კიდე ახალ დოკუმენტურზე თუმცა ჯერჯერობით დადასტურებულად არ ვიცით, მაგრამ სხვა кейსების გადაღებაც უნდათ. ოღონდ არა HBO-ს გერმანულ. ერთი ტელევიზია უკვე გერმანიდან ჩამოსული იყო ARD, ესეთი არ. კი ბატონო. იმათმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვა. ანუ უცხოური მედია ბევრად უფრო დაინტერესებული და უფრო მეტად იძიებს, მაგრამ ალბათ იმათ უფრო მეტად აქვს საშუალება რომ გამოიძიონ, ფინანსებიც აქვთ იმისი რომ ჩადონ რომ ეს ყველაფერი გაირკვეს და იმათ არ ყავთ ისეთი ადამიანები, ვისაც შეიძლება რომ დაუფრთხნენ, ასე ვთქვათ. აი ამ 8 წლის განმავლობაში ვიდრე შენს ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდი. დაიფლითებოდი ხო ამ ძალიან რთულ ან ემოციურ დაკლებასთან. მე პირიქით მგონია რომ გაძლიერდი. და ალბათ უმნიშვნელოვანესია სანდროს როლი. და ალბათ კიდევ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ აი ამ ბრძოლაში მისმა თანადგომამ თქვენი ერთად ყოფნა და ოჯახი რაღაცა ქვასავით მყარი არ გახადა კი, სანდროს ცოტა დამიშაგრა, ხო, იმიტომ რომ სანდროც არის ფილმში გადაღებული და იქ რო ვიყავით პოლონეთში, იქ მითხრეს რომ გარეთო თლად ესე შვიდად არ გაუშვა, იმიტომ რომ მაინც პოლონელი ქალები ძალიან ესე კარგად არიან, შავგრემანი ბიჭებიო ძალიან მოწონთო და ხო, ნუ სანდროზე იქ იყო ერთი ამბავატეხელი, მამ ვონებრალცის დირექტორმა გაიყვანა სანდრო და აქ რაღაც ესაუბრებოდა რომ მინდა რომ ქართულ კინოთეატრთან შენ აწარმოო მოლაპარაკება რომ ჩვენ გვინდა რომ ჩამოვიდეთ საქართველოში და ვაჩვენოთ ეს დახურული ჩვენება იყოს და იქნებ დაგვეხმაროთ. სანდრო იქ იყო ერთ ქალებში, ასე ვთქვათ. ესეთი პოპულარული ფიგურა. რაც შეეხება ჩვენ ამბავს, გარდა იმისა, რომ გაგვაერთიანა, კიდევ ქონდა ძალიან ბევრი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის ამ 8 წლის განმავლობაში არ არსებობდა დასვენების დღე. არ არსებობდა დასვენების საათი, ანუ 24 საათის განმავლობაში წერენ, მირეკავენ და ნებისმიერ დროს. ანუ თავიდან სანდრო იყო ძალიან ჩართული. ანუ პირველი 1 წელი, ფაქტობრივად მე და სანდრომ დავიწყეთ ეს ყველაფერი და ვიღაცებს რო პოულობდით ხოლმე, სანდრო ბიჭებს ელაპარაკებდა, რომ ძმაო, მე მესმის შენი. ჩემი ცოდვით აყვანი და მე მესმის რასაც განიცდი, ახლა და მოდი ჩვენ რო დედას შეგახვედრებთ, მაგრამ ეს ძალიან ემოციურია და იმდენ ემოციას დებდა, რომ ტიროდა ამ მშობლებს რო ახვედრებდი, შვილებს რო მითხრა რომ აღარ შემიძლია, ხომ, ანუ ვეღარ არ შემიძლია, წადი მარტო შეახვედრე, ვინც გინდა, მე ვეღარ დაგეხმარები და ცოტა გქონდა ეს პრობლემები, რომ აი ოჯახს უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, მოაკლდა ყურადღება, ხო და ეს მომენტი გქონდა. მაგრამ ნუ რადგან ხდება და ანალიზებს თუ რამხელა კარგ საქმეს ვაკეთებ, თან ვერც მეწინააღმდეგება. ხო, თან რაღაცა მგონია რომ ამ ძალიან ისეთ საინტერესო თამდენ საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ რთულ გზაზე შენი პარტნიორის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. და ყველგან ერთად დავდივართ და ერთად ვეძებთ, ერთად პოულობთ და შესაბამისად, ანუ აი ეს რაღაცა ფიზიკურად არ ვართ, ასე ვთქვათ, შორს, მაგრამ მისთვის კიდევ ერთხელ მეორებ, რომ მისთვის თავარია რომ ცოლი ყავდეს გვერდით, ისევე როგორც ალბათ ყველა კაცისთვის და ეს სორის ნაკლებობა მაინც აქვს. ხო. კაი, მოდი ეს შენი ნაწილი, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური მშობლების ძებნის არ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. შენ ახლა სულ საერთოდ სხვა ადამიანი ხარ, ვიდრე ალბათ 8 წლის წინ იყავი, კიდევ ვიდრე უფრო ადრე, ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას უკავშირდება თამუნა მუსერიძის სახელი და წინ კიდე მთელი ცხოვრებაა და მინდა რომ ამ ნაწილით შევისოს ჩვენი ინტერვიუ. მაგრამ მას შემდეგ რაც
ეს 8 წლიანი რაღაცა უსასრულობის ნიშანია, ცოტას თუ ამოვაყირავებთ ამ რვიანს, ეს ძებნა დაასრულე და მიხვედი დანიშნულების წერტილამდე. აქ შიგნით იყო სიცარიელი. ხო. ხო. აი, ხო ყველა ელოდებოდა, რომ აი იპოვა და აი იქნება რაღაცა აფეთქება და არაფერი. ეს იყო აი ყველაზე დიდი ჩემი ემოცია, ჩემთვის იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ყველაზე დიდი, იმიტომ რომ იმდენად უემოციო ვიყავი იმ წუთას, ან ვერ გამოვხატე, ან არ ვიცი რა უნდა მეკნა. აი, რომ ეს ამან გამანადგურა. რომ ყველა მეყურებდა და ყველა ელოდებოდა, რომ აი რას იზავს, აი დედამას რომ გამომაგდო, ხო, აი მეყურებდნენ და ელოდებოდა, რომ აი მეიტირებს. აი და ვერაფერი. და ყველა გაოგნებული მოვდებოდა, მიყურებდა. აი ეს ფილმი რო აღარ მაქვს, რომ კაცი თავისი შვილის მკვლელს მთელი ცხოვრება რო ეძებდა, რომ მოკლავს და ეხლაო რას გწობოდა, არაფერსო. აი ესე ვიყავი, აი არაფერს არ გწნობდი და მე მითხრას, რომ აი ეს ემოციები რომელიც შენ გიგროვდება, შეიძლება ეხლა ვერ გამოვხატო, მაგრამ შეიძლება ისე დროს ამოიფრქვეს, რომ ძალიან სულად ამთავრდეს, ანუ მიჭირს ემოციების გამოხატვა. მით უმეტეს იქ ხო ვორნერ ბრადერსიც იყო წამოსულებისას დედას შევხვდი. მამასთანაც ჩამოფრინდნენ და აი ეს კამერებთან გამიჭირდა ხო ამ ემოციის გამოხატვა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო, აი იქიდან რომ გამოვედი და ხალხი ხო ელოდებოდა რომ მიდის ახლა შედის, აი შევიდა, აი გამოვიდა და აი რაღაცა უნდა ვთქვა, რომ აი და რაღაცა ვიდეო შევწერე, რომ ბოდიში ხალ ხო არ უნდა შემინახო, არ უნდა შემთავაზო, ანუ ვერაფერი ვერ ვიცი. ხო, ეს ხო, მაგრამ წარმოუდგენელია, რაღაც ალბათ მოლოდინი სულ სხვანაირი შეიძლებოდა რომ გქონოდა. აი რო ჩამოვედი, 4 დღე ვიწექი. ხო. ვერც ვტიროდი, ვერც ვიწექი. იმიტომ რომ აი ეთყობა ის რომ ვერ გამოვიდა გარეთ. აი ზოგი ხო ამტრევს, ზოგი ტირის, ზოგი იცინი, ზოგი ჩხუბობს. მე ვერაფერი ვერ ვქენი. იმიტომ რომ ეთყობა იმდენად შოკური მდგომარეობა მქონდა იმ ოთახიდან გამოსვლის მერე ან შესვლისას ისეთ შოკში ვიყავი, რომ აი ეს შოკი ვერ გადავლახე და მე უკვე რაღაცნაირად ეს შოკი დაჯდა და ვეღარც მეორე ვეღარ ამოვიღე და ვიწექი. დედასთან შეხვედრას გულისხმობ. ის რომ იქ რომ რაღაცა თუნდაც მქრქალად თბილი ემოცია გეგრძნო, ალბათ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო შენიც. ალბათ. ალბათ. ხო. კაი, არა უშავს. რას ვიზამ? ხო, რას ვიზამ? წინ მთელი ცხოვრება რა როგორ მოხდება და შეიცვლება, ცხადია, არ ვიცი. შესაძლოა შენში თავის დანაშაულს ხედავს და ესეც იცი რა არის რაღაცას რომ აი მიაგდებ უჯრაში ბოლოსკენ რომ გგონია რომ დაკარგე და აი რომ აღარ გინდა აუ რა კარგია რომ ის აღარ მაქვს რაღაც შენი სინდისი და უცებ რომ აღმოაჩენ რომ ის ისევ აქ არის ხო და თან რა არის არ არის ეს მარტივი არა ძალიან რთულია ხა მე მესმის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად მაგრამ რა არის რომ მე კი მზად ვიყავი ყველაფრისთვის მაგრამ იქ რაც დამხვდა მე იმისთვის არ ვიყავი მზად ესეთი პასუხებისთვის და ესეთი რეაქციისთვის მე მზად არ ვიყავი და რაღაც სულ მოჭიმული ვიყავი მთელი 8 წელი რომ აი ვიცი რომ შევხვდები უნდა ვეჩხუბო რომ ეს რა გააკეთა ხო ვიცოდი რომ არ ვიყავი მოპარული ბავშვი და რომ შევედი და აქეთ რომ მეჩხუბა და ვერც მე არ მივეცი ჩემ თავს ეყემის უფლება რომ რაღაც კივილწევრი და სკანდალები დამედგა ვუსმენდი ეს რაღაცნაირად ეს დავჭაყრილი ვუსმენდი და აი ეს კიდე აქეთ დადანაშაულებული რომ გამოვედი იქიდან და თან მარტო ის კი არ მადანაშაულებდა მესიათ ცევების მადანაშაულებდნენ იმაში კი არა რომ გავშვუდი იმაში რომ გავშვუდი და მე როგორ გავბედი და როგორ გამოვჩდი და უცებ ანუ ეს ხო მაინც ქვეცნობიერში ხო აქ ყველა გაშვილებულ ბავშვს რომ დედა ორსულობის დროს ადანაშაულებს, რომ აი შენ გამო მე ესე დღეს ჩავარდი, რომ თავი მომეჭრა, რომ ცხოვრება დამენგრა და ჯერ ალბათ ეს 40 წელიდან დევდა ქვეცნობიერი სადღაც ის რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და კიდე ზევიდან ეს მთავარი ფიგურა რომ გეუბნება რომ შენი ბრალია, ოღონდ რომ ვერ იგებ რა არის შენი ბრალი. ამას საერთოდ აი დამამუნჯა რა. კაი. აღარ გავარჩიოთ. ეგ ამბავი, შენ თავზე არ ილაპარაკო, როგორი დედა ხარ? მე ვერ ვარ ისეთი დედა, როგორი დედაჩემიც, როგორი დედაც იყო დედაჩემი. იმიტომ რომ დედაჩემი იყო
დედაჩემმა ყველაფერზე უარი თქვა, ჩემ გამო ფაქტობრივად, ჩემი ძმის გამო, ყველაფერი გვერდდა, ჩემს ჰქონდა ფანტასტიკური კარიერა, იყო ექიმი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ცხოვრება და ჩვენ გამო ყველაფერი გვერდზე გადადო და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენ გაზრდას, აღზრდას, განათლებას და ყველგან დავყავდი მანქანით, მივყავდი, მერე კი ამოხსენი, რატომაც არ მიშვებდა არსად და რატომაც ვიყავი ესე ჩაკეტილი, იმიტომ რომ ეგონა ალბათ საწყავს რომ ვიღაც მოვიდოდა და ვიღაც წამიყვანდა, ან ვინ წამიყვანდა, არც არავის არ უძებნი ვარ, მაგრამ ალბათ ეს შიში დაყვებოდა სულ და ხო, იმ დროს რომ დაუბრუნდეთ, აი მე და შენ რო პირველ ხერხმეთი გავიცანით 16 წლისები, როდესაც ვიყავით, აი რაღაც გამოირჩეოდი იმით, რომ აი რო ჯერ ერთი, აი რაღაც აი სულ თითქოს აი თამუნა მუსერიძე რაღაც აი ესეთი შეგრძნება მქონდა მე ყოველჯერ ერთი ძალიან ლამაზი იყავი, ამ ეს გამოგარჩევდა და მე აი რაღაც სულ მეგონა რომ რაღაც ესეთი აი სულ ვიღაცამ მოგაკითხა, აი რაღაც მალე წახვედი, რაღაც აი როგორ გითხრა, აი პირდაპირ მითხარია. ხო, პირდაპირ მინდა გითხრა, მაგრამ აი გამოირჩეოდი იმით, რომ აი სულ იყავი ყურადღების ცენტრში იქაც და თითქოს აი მამა მოვიდა, დედამ მოგიყვანა, მალე წახვედი, რაღაც ესეთები თუ არასწორად მახსოვს. არასწორად გახსოვს. ხო, აი ეს. აი სადმე გინახე ვარ მე ჯგუფელი ხო დადიოდით. არა, მაგრამ იქ მე-6 კორპუსში იყავი ძალიან აქტიური, იმიტომ რომ ბევრს რაღაცა იმ თუნდაც აი რაც წეგან ვისაუბრეთ რომ ამ ქალს გამოვუგონეთ ის ამბავი რომ ჩვენ ერთი ქულა მიგვიღო ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური, ძალიან მეგობრული, მაგრამ უნივერსიტეტს მიღმა არ ვიყავი არსად, ხო? აი ამას გულისხმობ. იმიტომ რომ არ მიშვებდნენ ჯერ ერთი არსად მაგ დროსაც კი და თან ნახე რა მომენტი იყო ცოტა დამოკიდებულებაც მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ რომ ბავშვების მქონდა დამოკიდებულება ცოტა სხვანაირი იყო, იმიტომ რომ მე ხო ვიყავი პირველ კურსელი, ვინც მაშინ ნუგზარ ნაციუშვილმა ამიყვანა საწედარის წამყვანად. კი ბატონო. პირველ კურსელი არავინ არ ყოლია, მე ვიყავი პირველ კურსელი, ვინც აიყვანა წამყვანად და ცოტა ბავშვების მხრიდანაც დამოკიდებულება ცოტა ისეთი. ხო, პოპულარულიც იყავი ამას ვამბობ, იმიტომ რომ დიჩემ დაუნებურად მე არ მინდოდა. შენ და ეკა სამხარაძე, რომელიც მალევე მოხვდა რუსთავიორში დილის წამყვანად. კი ბატონო. მერე ამიყვანა ნინო გველესიანმა პირველ არხზე მიყავდა ნინოს გადაცემა და თანაწამყვანად ამიყვანა. ოღონდ ეს შენ მაინც ხო იცი რომ არანაირი ჩაწყობით არ ხდებოდა და სრულიად შემთხვევით ანუ არ ვიცი რა. იცი რა არის, ჩემმა მშობლებმა იმდენად მალეს რომ ალბათ განგებას უნდოდა რომ აი ეს დამალული სადღაც ამოხეთქილი იყო და სადღაც გამოვრჩენილიყავი, იმიტომ რომ შემშობლებს მე ხო მინდოდა ჩავემბარებინა სამსახურებზე, მაგრამ არ უნდათ რომ არ გამოვრჩენილიყავი და საერთოდ არ ფიქრობდნენ რომ მე გამოვრჩდებოდი და პირველივე კურსიდან ისე მოხდა რომ ჩანდი. ოღონდ ჩემ დაუნებურად და რატომ მე უკვე პირველი სტერეოსი წამომეწია გზაში და ნუ აი მაშინ დაიწყო, თუმცა ეს მე არ მდომებია და ალბათ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ალბათ ყველაფერი დაიწყო იმიტომ რომ აქამდე მოსულიყავი რა. კი, აქამდე მოსულიყავი, შენი თავი გეპოვა, გაძლიერებულიყავი და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ჟურნალისტურ უდიდეს გამოძიების სათავეში ყოფილიყავი და შენ სახელთან იყოს დაკავშირებული ეს უდიდესი ისტორიაა, ხო? აი ალბათ როცა ვამბობთ ხოლმე რომ დავბერდებით შვილიშვილებს რას მოუყვებით, უამრავი რამ გაქვს მოსაყვალი შენს პერსონაჟს და წინ კიდევ როგორც არაერთხელ თქვი, არის მთელი ცხოვრება. მოდი გავიდეთ თამუნა მუსერიძის პერსონაჟს გავცდეთ და ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე მინდა კითხო, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ბევრი მეგობარი, თანატოლი, უფრო პატარები ალბათ ჩვენი შვილების თუ თაობა და ამ შემდეგ თითქმის 1 წელზე მეტია ძალიან ისე იბრძვის უამრავი ადამიანი ყავს პატიმარი ჩემი შეფასებით პოლიტიკური ნიშნით და სრულიად უსაფუძვლოდ. აი ასეთ რთულ ამბებს თუ ველოდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ამბებიც გამოგვივლია მანამდეც, მე რეპორტიორად მიმუშავია, შენი პოზიციაც ყოველთვის თავრობა რო იცვლებოდა შევარდნაძის რომ ჩვენ ხო პირველები ვიყავით ვის მაშინ აქციებს სუმუდმივად აქციებზე დავდივდით. სულ იქ ვიყავით და დავალებად მოგცა სხვათა შორის ასევე არ მახსოვს რომელმა ლექტორმა რომ უნდა დამეწერა სტატია, შენს გექნებოდა მსგავსი დავალება ამ რევოლუციის ამბავზე და ნუ მივდიოდი და თან აი ეს ისე მომწოდა დაგიფუძლის ნაგლეჯი მეწერა და რაღაცებს ვიწერდი და რა მითხარით ბატონო და რაღაც პირველი ეს კონტაქტი როგორც, მაგრამ ნუ სულ იქ ვიყავით როგორც სტუდენტები და იქედან ეს ბრძოლა სულ იწყება და მე მართლა არ მეგონა რომ დაუშვათ ამდენი წლის შემდეგ, ამდენი რაღაცის გადაგორების შემდეგ აქ აღმოჩნდებოდით. და რა არის, არ ვიცი, აი ამ ოჯახებისთვის, ამ ადამიანებისთვის
შენი გზავნილი, შენი აზრი ზოგადად ამ ყველაფერზე და თან მინდა რომ ჩვენს პროფესიაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიაც ამ მომენტში ძალიან გასაძლებელია. ჩვენი პროფესია ეხლა გადის ყველაზე დიდ გამოცდას, ჩემი აზრით, იმიტომ რომ აღარ არსებობს თავისუფალი სიტყვა. ვცდილობენ რომ აღარ იარსებოს თავისუფალმა სიტყვამ და გვაქვს ანუ ფაქტობრივად ოპოზიციური მედია ნელ-ნელა ანუ ვცდილობენ რომ მოკლან ოპოზიციური მედია, იმიტომ რომ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გაშუქდეს ის რეალურად რაც ხდება. ნუ კი ყველანაირად ვცდილობთ, ყველანაირად ვწერთ, მაგრამ უკვე სტატუსებზეც ხდება ადამიანები. აი ეს ხო წარმოუდგენელი. ეს ხო წარმოუდგენელია. ერთადერთი მე რისი იმედიც მაქვს არის ის რომ აი როდესაც როგორც მაშინ ჩვენ ბავშვობაში გამოჩნდა უეცრად აი არსაიდან გამოჩნდა ლიდერი, რომელმაც ესე დაიძახა და მთელი ეს ხალხი წაყვა, მე იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ესეთი ადამიანი გამოჩნდება. იმიტომ რომ ამ ეტაპზე მე ამას ვერ ხედავ. ამ პროცესებმა ამ ახალგაზრდებში ხომ არ დაბადა ვინმე, ვინც აი მზად არის იმისთვის, რომ იმიტომ რომ სწორედაც ამას აი ხელისუფლება სწორედაც ამას ამბობს, რომ ვინ თუ ჩვენ არა და რაღაცა ამ მიმართულებას ასე ვთქვათ მიყვებიან და ისევ რაღაცა გუშინ რა იყოთი გადიან ფონს. ხო, ამდენი წელია, დაბა მიშა გინდათ? ამდენი წელია ამით ვცხოვრობთ. არ გვინდა მიშა. ისევ მიშა არ გვინდა. ჩვენ გვინდა ადამიანი, რომელიც იქნება პოლიტიკურად იქნება სუფთა. წარსულს გულისხმობ, რომელსაც ვერავინ ვერ მოიდავება, რომ აი შენ აი მიშას დროს აი შენ სიცხლის მეულ და ისევ რაღაცების ეს ხელის ქნევის რეჟიმი მუდმივად შეიძლება რომ თავდაცვის პოზიციაში ვიყოთ, რომ აი არ გვინდა მიშა და არ გვინდა, ანუ გვინდა სიახლე გვინდა, სულება გვინდა, მაგრამ ეს სიახლე და სულება არ გამოდის ლიდერის გარეშე, სამწუხაროდ. ხო, არ ვიცი. ჩვენს პროფესიაზეც მინდა რომ კიდევ ცოტა ჩაგეკითხო. ყველა მთავრობას უყვარს, რომ ჭირდება მედია, რომ რაღაც იღლის ქვეშ ამოიჩაროს და ფონს ამით გავიდეს და ნუ სახელმწიფო მედიის წარმომადგენელი მეც ყოფილი ვარ, თუმცა ვერაფრით ვერ შევადარებ დაუშვათ ახლანდელ პროპაგანდისტულ მედიას. მე ვამბობ ხოლმე, რომ აი წლების წინ პირველად რომ გამოჩნდა ჩრდილოკორეული წამყვანები და რომ ჩვენ მზეზე დავჯექით, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ფიქრობ იკაცო ჩვენ ეს ხო არ დაგვემართება და რა არ დაგვემართება, დაგვემართა და აი ეს იმიტომ რომ მე ვიცი დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა შენი მეგობრებიც, შეიძლება ყოფილი მეგობრებიც რაღაცა უცებ ამ უზარმაზარი უფსკრულის იქეთ ამ ხარეს აღმოჩნდნენ. ჩემიც ძალიან ბევრი და ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ აი ეს მოცემულობაც ხო ძალიან მძიმე არ ვიცი და რთულად ასატანი და ვეღარ ხვდები როგორ შეიძლება რომ იმიტომ რომ ყველაფერი დამთავრდება, ცას ვერავინ გამოეკერება ხოლმე და აი ვეღარ ხვდები ჩვენ როგორ შეიძლება ხიდები ისე ავაგოთ, ხო? იმიტომ რომ თუ კი ვინმე ახლა შენ გააქვს იმედი რომ ხიდებს ავაგოთ? არ მაქვს. მქონდა, მაგრამ ახლა აღარ მაქვს და ახლა აღარც ენის მოჩლექით აღარ ვსაუბრობ. როგორ შეიძლება რომ შენ შულს იჭერდნენ და შენი მეგობარი ამას აშუქებდეს ისე, შენი მეგობარი დამნაშავე ნომერი 7 დამნაშავე დაიჭირეს. აი, როდესაც სულ რომ მეგობრის შვილი არ იყოს, ვიღაცის შვილი ხო არის, ბავშვი ხო არის, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც შენი მეგობრის შვილი და იცი რომ შენი მეგობრის შვილი არ არის დამნაშავე და შენი მეგობრის შვილს ამბობ რომ აი დამნაშავე. ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი. ხო, აკაცუკი ნომერი 8 და ასე შემდეგ. დაიჭირა, აი. პირველ არხზე მაშინ რომ შევარდით, იაფარულავა რომ შევარდა, მაშინ ხო ჟურნალისტები მოგცეს მაშინ ეთერი და რამდენი და მაშინ გვწერდნენ რომ გათიშესო რეგიონებში პირველი არხიო. რომ ხალხს არ მოესმინა, რას ვსაუბრობდით ჩვენ. და იქ თქვი კიდევაც რომ ხალხო გათიშულია. არ არის გათიშული, რატო სრულ ინფორმაციას რატო არ ვწევ, მაგრამ წერდა ხალხი რომ გათიშულია. იქაც ხალხი ვინც იდა ჩემთან ერთად ჟურნალისტები, ისინი საუბრობდნენ რომ გათიშული, არ არის გათიშული. ამ დროს რეალურად მართლა გათიშული იყო, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მაყურებელს იმ წუთას არ გაეგო რა ხდებოდა და რა პრობლემა ჰქონდა და რაზე გვინდოდა საუბარი. ხო, რაღაცა ყველაფერი რაღაც თავისი კერძო საკუთრება გონიათ, როცა გინდა ჩართავ, როცა გინდა გამორთავ, ვისაც გინდა მოიწევ, ვისაც გინდა არ მოიწევ თუ ასე შემდეგ, ხო. ხო, ამან ძალიან დააზიანა ჩვენი პროფესიაც, რა ვიცი, ბევრ რამეში შეუშალა სახელმწიფოს ხელი, თუნდაც არ ვიცი. აი ამ ერთი წლის განმავლობაში რო ყავს ამდენი ნაცემი დამტრეული ადამიანი და ნული დასჭილი, ჩვენი ყოფილი მეგობრები ეხმარებიან ამაში. ხო. ქალი.
და შენ ამის კარდებს აქვეყნებდე და ასცინოდე და ასე შემდეგ, ხო? ამაზე დიდი სირცხლე რა შეიძლება რომ იყოს, როდესაც მსოფლიო მედია ამაზე საუბრობს. და მხარს უჭერს ამ ადამიანს ყველა რანაირად, რომ ამაზე მეტი სირცხლე რა გინდა. და მე არ მესმის როგორ შეიძლება რომ ამართლებდე. ამტყუნებდე ამჯერა. მაგრამ აი ხო არიან ეს ადამიანები, რომელსაც არ ინფორმაციული ვაკუუმი აქვს და არ იციან რა მოხდა და ნუ აი ეთყობა, აი ეს ხალხი ტყუილა ხო არ ზის დააშავეს. კეთილი, მოკლედ წერან შენ კი მითხარი და ვიდეოც გადაიღე, რომ აი კი არ წერენ ხატავენ, მაგრამ აი აქ შენ რო ჩამოჯექი ამ ნახატში უცებ დაგხატე შენ. მე დამხატე, კაი რა. ნახე როგორი ამბავია. ხა და გავჩერდი და აი რაღაცნაირად ეს რაღაცა ბევრი ადამიანი შენს გარშემო, ბევრი ხმები, მე 16-ზე რატო დამხატე? ესე მოუწია. თუ გათვლა იყო რამე. არა, უბრალოდ რაღაცა შეიძლება, ხო, ალბათ უფრო მოუწია, იმიტომ რომ აგერ შემოვინიშნე თამუნა მუსერიძე რაღაც საკითხები და აქ მივედი და მინდა რომ გადმოგცე რაღაცა ეს ვარსკვლავიც მინდოდა მიმეხატა, მაგრამ არ დამცალდა. თუმცა ეს რაღაცა ეს ბევრი ბრძოლა მინდოდა რომ გამომეხატა რა და რაღაცა ბევრი გზა რაც შეიძლება რაღაცნაირად ცოტა გავდეს იმას რაც მინდოდა რომ მეთქვა და ხანდახან აი იშვიათად მაგრამ ამ გადაცემის დროს სტუმრებს ესე დავხატავ ხოლმე და ამას შენ ძალიან დიდი მადლობა რომ ვაჩვენოთ ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის ძალიან გამიხარდა მეც